ამ ეტაპზე სიჩქარის მენეჯმენტის პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს, რადგან სტატისტიკის მიხედვით სწორედ სიჩქარის გადაჭარბება არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ავტოავარიების მზარდი რაოდენობის. აცხადებს სპექტრთან ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი. ირაკლი იზორიას თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მძღოლი არა მარტო უნდა დაჯარიმდეს, არამედ ეს ჯარიმა აუცილებლად უნდა მიებას ქულათა სისტემას. თუ მძღოლის სიჩქარეს გადააჭარბებს, მას ქულაც დააკლდება. იზორიას განცხადებით, ქულათა სისტემაში ვიდეო ჯარიმების დამატება აღსრულების მექანიზმს მეტად ეფექტიანს გახდის. მისივე თქმით, თავად სიჩქარის ლიმიტებით საქართველოში ძალიან მაღალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით. სახელმწიფო მუშაობს სიჩქარის მენეჯმენტის მიმართულებით, ეს არის კომპლექსური საკითხი, ვისით რომ საგზაო შემთხვევების პირველი გამომწვევი მიზეზი სიკვდილიანობისა და დაშავებულობის არის სიჩქარის გადაჭარბება. ყოველწლიურად ხდება მზარდად და პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება, გამომდინარე იქიდან, რომ სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებზე მხოლოდ ბოლო 2024 წლის განმავლობაში სადღაც 1,5-2,000,000 ჯარიმა დაწერილი და ეს ფაქტები არ არის მიბმული ქულათა სისტემაზე. შესაბამისად, ადამიანები განუსაზღვრელად იხდიან ამ თანხებს, ვისაც აქვს ამის საშუალება და მაინც სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობენ. ამიტომ სიჩქარის მენეჯმენტის პროგრამა ითვალისწინებს სიჩქარის ვიდეო ჯარიმების მიღებას ქულათა სისტემაზე და კონკრეტული დარღვევის შემდგომ ქულა ჩამოაყალიბება მძღოლი და როცა უკვე 100 ქულა ამოიწურება, მას არ შეეზღუდება გადაადგილება გზებზე, ანუ მართვის მოსწმობის უფლება შეუჩერდება და შესაბამისად უნდა დაემატოს ასევე ის 15 კილომეტრიანი მარჟა, რომელიც საპატიებელი გარემოება არის ჩვენი მძღოლებისთვის, თუ არის პირობითად 100 კმ/სთ დაშვებული, შეუძლიათ რომ 115 მეტრი გადაადგილდნენ და მსოფლიოს ერთ-ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს პრაქტიკას, ეს არის საბჭოური გადმონაშთი კანონმდებლობაში და უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ თითოეული კილომეტრის გაზრდა, 1 კილომეტრის გაზრდა უდრის 4-ჯერ სიკვდილიანობის გაზრდას. გამომდინარე აქედან ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს 15 კმ/სთ და ვფიქრობ, რომ მისი შემცირება მოხდება და ასევე ურბანულ დასახლებებშიც და სკოლებთან სიჩქარის შემცირება, ვისით რომ ზოგან 60-ია, ზოგან 50-ია სკოლებთან 40, რაც ყოველდღე დაუშვებელია და ისეთ ადგილებში, სადაც ბაღები და სკოლებია განთავსებული, სიჩქარის მენეჯმენტის ფარგლებში 30 კმ-მდე უნდა მოხდეს ჩამოწევა. რაც შეეხება თვითონ უშუალო სტატისტიკას, სტატისტიკა დინამიკურად არ იცვლება წინა წელთან შედარებით. წინა წელს 2023-ში 454 ადამიანი გარდაიცვალა და აქედან 2023-ში და 24-ში გარდაიცვალა 452 ადამიანი, ანუ 2 ადამიანით ნაკლები, ხოლო დაშავებულობა, მძიმე დაშავებულობის ფაქტები გვაქვს სადღაც 7500 ბოლო წლების განმავლობაში. ანუ ძალიან დიდია იმ მასშტაბებისთვის, რა მასშტაბებიც არის საქართველოს, პატარა ქვეყანაა, შესაბამისად სხვა ევროპულ ქვეყნის მაჩვენებელთან ერთად დაახლოებით 9-10-ით უფრო მეტად ხდება საგზაო შემთხვევები საქართველოში და მეტი სიკვდილიანობა გვაქვს. ასევე თუ ინდექსებით შევადარებთ, სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში ყოველ 100,000 მოსახლეზე თუ არის 2-3 გარდაცვლილი, ჩვენ შემთხვევაში 100,000 მოსახლეზე გამოდის სადღაც 10-11, თან 12, ანუ ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე სტატისტიკის დინამიკის კვლევა ბოლო წლებში ვერ ხდება, თუმცა მინდა ვთქვა ის, რომ რაც ეროვნული სტრატეგია რაც არსებობს საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა 2025 წლის ბოლომდე გეგმაში არის გაწერილი, რომ საგზაო შემთხვევები უნდა შემცირდეს 25%-მდე და დიდი იმედი მაქვს ამ გეგმის შესაბამისად იქნება ჩატარებული მოქმედებები, რაც დაკავშირებულია სიჩქარის მენეჯმენტთან, ასევე ვიცით რომ ნაცნობობაზეც შეიძლება კანონმდებლობა გამკაცდეს, იქ კანონმდებლობა შეიძლება ასევე გავამკაცოთ უშუალოდ ისეთ მძღოლებზე, რომლებიც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართავენ ავტომობილებს და მოკლედ აღსრულების გაძლიერება იქნება საჭირო იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ კანონდამტვერი მძღოლების შეჩერება და შესაბამისად მართვის მოწმობის ჩამოყალიბება, რომ შემდგომ ამ მძღოლებმა ვერ განახორციელონ გზებში გადაადგილება. 2023 წელს ქულების ამოწურვის გამო მართვის მოწმობა 253 ადამიანს ჩამოერთვა. 2024 წელს კი 186 მძღოლს. აღსანიშნავია, რომ ქულათა გამოკლების სისტემა ამ ეტაპზე მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს.
თუ შემთხვევით მოხდი ამ სფეროში, სტომატოლოგიაზე მინდოდა ჩავარება, სტომატოლოგიურზე მქონდა პირველი და მოხდი ფარმაციაზე. იქ მომეწონა საგნები, რომელსაც მე გავდიოდი, მომეწონა პროფესიის სპეციფიკა და გადაწყვიტა, რომ დავჩენილიყავი ამ პროფესიაში. ყველაზე კარგი და მე რასაც ყურადღებას ვაქცევ, არის ხალხთან ურთიერთობა. ხალხთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს მემსახურებით, რომლებსაც სხვადასხვა ფსიქოტიპი აქვს. ზოგი გაბრაზებულია, ზოგი მხიარული შემოდის და ჩვენი ვალდებულება დავეხმაროთ მას. და ასევე, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ფარმაკოლოგია ძალიან საინტერესო საგანია და ყოველ დღე ვითარდება. ზოგადად მიყვარს ხალხის დახმარება, მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი ცოდნით მათ დავეხმარო. ჩემი თავია, თავიდან აღმოვაჩინე და ყოველ დღე ვითარდები. ეს შეიძლება იყოს ხალხთან კომუნიკაციასთან დაკავშირებული ან ფარმაკოლოგიური ცოდნის მხრივ. ხალხს უკვირდათ ზოგადად ბიჭი ფარმაცევტი ვერ წარმოუდგენიათ და ზოგადად უნდა იყოს რა ძალიან ბევრი მამაკაცი ამ სფეროში, იმიტომ რომ ეს განვითარებადი სფეროა და როგორც ქალია და აუცილებელი ამ სფეროში, ასევე მამაკაციც. ვარ ამ სფეროში უკვე 3 წელი არის და ჩემი აზრით უკვე ამოვწურე სააფთიაქო საქმე. და ვფიქრობ, რომ ცვლილებები არის საჭირო ზოგადად იმისთვის, რომ ადამიანი განვითარდეს. ზოგადად ხალხს გონია, რომ ფარმაცია ეს სფერო იწყება აფთიაქიდან და მთავრდება. ანუ ეს ასე არ არის. ზოგადად ფარმაციის სფერო იწყება აფთიაქიდან და არ მთავრდება. ანუ შეგიძლია განვითარდე, ანუ აფთიაქს გაცდე, იმუშაო ქარხანაში, თუნდაც წამლის დამზადებაში მიიღო მონაწილეობა, ასევე ლაბორატორიული კვლევები ჩაატარო და ასე შემდეგ. ვსწავლობ აგრეთვე სახელმწიფო უნივერსიტეტში ფარმაციაზე, ჩემს სფერო რაც არის, იქ ვსწავლობ და თან მუშაობ. ეს არის ძალიან რთული. დღის განმავლობაში ისე უნდა გაანაწილო დრო, რომ სამსახურშიც მოხვიდე თავის დროზე და ლექციებსაც დაესწრო. ამას ჩემი თანამშრომლები მეხმარებიან და ძალიან დიდი მადლობა მათ და ასევე ჩემი ლექტორები, რომლებიც მითვალისწინებენ. მიზანია, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო და ის რაც მინდა, ის გამომივიდეს ცხოვრებაში. რო გადავხედავ ჩემ ცხოვრებას, თქვა რომ აი მე სწორად გავაკეთე ეს და მივაღწიე რაც ქონდა მიზნად დასაქმებული. ეს დრო რაც ჩვენ გვაქვს არის აი რა შეუძლებელი. ყველაფერი მოხდება ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ეს დრო აღარ დაგვიბრუნდება. ამიტომ ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი თავისთვის, რომ გავხდეთ საუკეთესო ვერსია ჩვენი თავის და აი ვიცი რა არის, პირველ რიგში მგონია რომ მიზანი უნდა დავისახოთ. გაზაფხული, ქალი და დედა, ასე დაარქვეს თავიანთ ღონისძიებას მე-6 საჯარო სკოლის მე-6 B კლასის მოსწავლეებმა და მხატვრული ღონისძიების მთავარი ადრესატები კულტურისა და შემოქმედების ცენტრის დარბაზში მიიწვიეს, სადაც მოსწავლეების, პედაგოგისა და მშობლების ერთობლივი შემოქმედების შედეგად ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნეს. გაზაფხულის შემოგზავნებასთან დაკავშირებით ზეიმი, ზოგადად დავარქვით გაზაფხული, ქალი და დედა, რომელიც ეძღვნებოდა გაზაფხულს, ყველა ქალბატონს და ყველა დედას. მე-6 საჯარო სკოლის, მე-6 B კლასმა გამოიჩინა ინიციატივა და სწორედ გაზაფხულის შემოგზავნებას აი ესეთი ლამაზი ღონისძიება მიუძღვნა და აუცილებლად მინდა ვთქვა, ეს ღონისძიება არ შედგებოდა ისე, რომ არა მშობლები, მოსწავლეთა მშობლები, რომლებიც ძალიან დამიდგნენ გვერდით, მოსწავლეები, რომლებიც ძალიან მონდომებით მუშაობდნენ ყველა რეპეტიციის დროს და მე მგონი ნამდვილად გამოვიდა ის რაც გვინდოდა. დღევანდელი დღე მიუძღვენით ქალბატონებს და მათ შორის დედებსაც. მინდა ყველა ქალბატონს და დიდებს მიულოცო ეს დღევანდელი დღე. ყველა მათ შორის ყველას დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისათვის. მინდა მოგილოცოთ გაზაფხულის შემობრძანება. დღევანდელი დღე მიუძღვენით ქალებს, ქალბატონებს, დედებს და გაზაფხულს. ეს დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენ ღონისძიების ორგანიზატორს, ჩვენს დამრიგებას თინათის ალხაზარშის, რომ ეს ღონისძიება ჩვენსა და მაყურებლის წინაშე წარდგა. დღევანდელი დღით მე ვარ ძალიან კმაყოფილი. ეს დღე იყო მიკუთვნილი ქალთა დღისთვის, დედის დღის გაზაფხულისთვის. მინდა ყველა ქალბატონსა და დედას მიულოცო გაზაფხულის შემობრძანება და ამავდროულად დედის დღე. ღონისძიების შინაარსს, მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გულწრფელად გადმოცემულ ემოციებს დამსწრე საზოგადოებისგან შესაბამისი რეაქციები მოჰყვა.
აღფრთოვანებული ვარ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. გაზაფხულის დღესასწაულები მოგვილოცეს ჩვენმა პატარებმა. შესანიშნავად გაართვეს თავიანთი დამრიგებლის თინიკო მასწავლებლის მიერ დაკისრებულ მოვალეობას. დიდ მადლობას მოახსენებ ბავშვებს, პირველ რიგში დამრიგებელს თინათინ ალხაზაშვილს. ყველა ქალბატონს ულოცავ გაზაფხულის დღესასწაულებს. დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო დღევანდელ დღეზე. აღფრთოვანებული ვარ, იმიტომ რომ ესე იგი მე დღეს ვიყავი მე-6 საჯარო სკოლის მე-6 B კლასის ღონისძიებაზე და წარმოუდგენელია რომ ერთმა კლასმა მით უმეტეს ასეთმა მცირერიცხოვანმა ასეთი ქართული ღონისძიება მიუძღვნას დედას ქალს. მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა, აღნიშნეს ღონისძიების მონაწილეებმა, რომლებმაც ერთსაათიანი სადღესასწაულო პროგრამით გაზაფხულს ქალსა და დედას თემატური მხატვრული ნომრები მიუძღვნეს და თავიანთი სასკოლო ცხოვრება კიდევ უფრო გაამრავალფეროვნეს.